რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში 17 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ვნახოთ ორ ვარიანტად თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. დავარიგებახლავე ვარიანტებს და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების 7-იანი იცით რა არის აქ გამოსახული, ფიქრობ ყველანი ვხედავთ მშვენივრად. როდესაც გამოვაწყვეთ რაღაც და ველოდებით, როდის აღარ იქნება ასეთი ცხელი, როდის მომზადდება ბოლომდე, ასე ვთქვათ, როდის იქნება მზად საკვებისთვის. ამ ერთი კვირის განმავლობაში წამყვანი ენერგია თქვენთვის არის ცოტა ისეთი ლოდინის ენერგია, მაგრამ ლოდინის არა ნეგატიური გაგებით, როდესაც ველოდებით ნერვები გვეშლება და ასე შემდეგ, არამედ როდესაც ველოდებით რაღაც კარგს, რაღაც სასიამოვნოს და შემდგომ ამ სასიამოვნო რაღაცით ძალიან თავისუფლად ვტკბებით. ამიტომაც ხო, არ იფიქროთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაღაცეების ლოდინი მოგიწევთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ, ხმლების მეფე და პენტაკლების მეფე. რა ხდება, მეგობრებო, მამაკაცები გესევიან? პირველ რიგში, ქალბატონებო, თქვენთვის საქმე ვიტყოდი იმას, რომ ორ მამაკაცს შორის არჩევნის წინაშე შესაძლებელია დადგეთ, ან ერთდროულად ორ მამაკაცმა შესაძლებელია თქვენთან მიმართებაში დაიწყონ უცაბედად ინიციატივების გამოჩენა. რაღაც ასეთ სიუჟეტს ხედავთ, თითქოს ორი ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან ადამიანი თქვენთან მიმართებაში იჩენს ინიციატივას. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მაინც და მაინც რომანტიული რაღაც სასიყვარულო გაგებით და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც ასეთი ენერგია წამოვიდა რა, უფრო მეტად სასიყვარულო კუთხით თითქოს იჩენენ ინიციატივას. ერთი არის უფრო მკაცრი, უფრო რაციონალური, მეორე არის ცოტა ისეთი, ფინანსური ენერგიის კუთხით გამცემი, რომელიც ხშირად ამბობს რაღაც ისეთს, რომ მე შენთვის ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ჩამოვალ, წამოვალ, იმას გიყიდი, ამას გიყიდი, ან რაღაც ასეთი ფრაზები შეიძლება იყოს, ხო? თითქოს ვიღაც ორ ასეთ ადამიანს ხედავ თქვენს რეალობაში, ერთი ასეთი, მეორე ცოტა უფრო ისეთი, მკაცრი, ან ცივი ცოტა, ან მკაცრი, რაციონალური, მაგრამ თქვენთან თბილი. თითქოს ამ ორ ადამიანს შორის არჩევნის წინაშე შეიძლება დადგეთ, თუმცა ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენს წინაშე განიცდის გარკვეულ ტრანსფორმაციას და ასეთი ხმლების მეფიდან გარდაიქმნება პენტაკლების მეფეში. ძალიან დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, მამაკაცი იქნება ისევ და ისევ ეს. ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში, პირველ რიგში ქურდობასთან დაკავშირებით იყავით ცოტათი ფრთხილად, ინფორმაციულ ქურდობასთან და პირდაპირ გაგებით ქურდობასთან დაკავშირებითაც მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. თუ თქვენ სადმე მიდიხართ, ეცადეთ რომ რაღაც გარკვეული ის გქონდეთ, რა ქვია, ჩანიშნული გქონდეთ, მაგალითად, სადმე სამოგზაუროდ მიდიხართ, ჩაინიშნეთ აუცილებლად რა ნივთები მოგაქვთ, არ ვიცი, სატენი, ყურსასმენები, ტანსაცმელი, ისა, ესა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არის იმის შანსი, რომ რაღაც დაკარგოთ ან რაღაც დაგავიწყდეთ. ამიტომაც ამ კუთხით იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. ასევე იყავით ფრთხილად ინფორმაციასთან დაკავშირებით, კარგად დაფიქრდეთ ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ, იმიტომ რომ ყველა ამას არ იმსახურებს და ყველა ნამდვილად არ არის თქვენთვის სანდო. ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩანსის რომ იქნება მთლიანად ეს ერთი კვირა თქვენთვის ძალიან ემოციური და ემოციურად საკმაოდ არასტაბილური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოულოდნელი მოვლენა გიახლოვდებათ, მოულოდნელი რაღაცეები მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახეთ, სადღაც მარტოობის შეგრძნებები იქნება, თითქოს ადამიანები ვერ გიგებენ, ან ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება, სადღაც პირიქით იქნება რაღაც მომენტში განმარტოვების სურვილი, ყველასგან წასვლის სურვილი.
თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტად დადებითი და კარგი მოვლენები გელოდებათ, ვიდრე ეს რაღაც პატარ-პატარა მოდეპრესიულო მოსევდიანო ეპიზოდები. თუმცა ეს რაღაც მოსევდიანო ეპიზოდებიც იქნება და ასევე გაგაფრთხილებთ იმას, პირველი ვარიანტი, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ დროთადრო, იმიტომ რომ კარგად როდესაც არ ვისვენებთ, ამ დროს რა თქმა უნდა, ადამიანი დღის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რამდენი ინფორმაციას ღებულობს, ხო? და ამის გამო რა თქმა უნდა ადამიანი იღლება, დეპრესიულ მდგომარეობაში შედის და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ კუთხით იყავით ფრთხილად პირველი ვარიანტი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? აბა აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აქ არის პენტაკლების 10-იანი. ეს არის სრული ოჯახური ჰარმონიისა და ფინანსური ჰარმონიის არკანი. თუ თქვენ გქონდათ აქამდე რაღაც გარკვეული ფინანსური პრობლემები, მინდა გითხრათ რომ ეს ფინანსური პრობლემები ან მოგვარებას დაიწყებს, ან თქვენი ოჯახის წევრებისგან მიიღებთ რაღაც გარკვეულ დახმარებასა და გვერდში დგომას, ასევე პენტაკლების 10-იანი მეტყველებს ოჯახთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავთ ოჯახის წევრები ან ახლო მეგობრები, ძალიან დიდი შანსი არის რომ ისინი ნახოთ, ხო? იმიტომ რომ ოჯახური ატმოსფერო თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან მეგობრებთანაც შეიძლება იყოს კი არა, მეგობრებთან შეიძლება უფრო მეტადაც კი იყოს. თუმცა რა თქმა უნდა ინდივიდუალურად არის ყველაფერი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს 17 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით. რაღაც ახალის გაცნობიერება, აი ფინანსების კუთხით მოდის ძალიან მკვეთრი ენერგიები, კონკრეტული მამაკაცი გეხმარებათ თითქოს. ეს შესაძლებელია იყოს თქვენი მამა, თქვენი ძმა, თქვენი, არ ვიცი, მეგობარი, პარტნიორი, სხვათა შორის, ვისაც ყავთ მეუღლე ან შეყვარებული, შესაძლებელია თქვენი მეუღლე ან შეყვარებული დაგეხმაროთ ფინანსურად, ხო? რაღაც გარკვეული გვერდში დგომა გაგიწიოთ. ასევე სავსებით შესაძლებელია იყოს არა უშუალოდ ფინანსური გვერდში დგომა, არამედ რაღაც ისეთი რჩევა ან მოწყობა საერთოდ. მაგალითად, კონკრეტულმა თქვენმა მეგობარმა მამაკაცმა ან ნათესავმა მამაკაცმა შესაძლებელია სადმე კონკრეტულ ადგილას მოწყობაში დაგეხმაროთ, ხო? ნუ ეს მათთვის ვინც სამსახურს ეძებს ან სამსახურს ცულისან რაღაც ასეთ ენერგიებში არის. ასევე არკანი ქურუმი კაცი ამოვიდა, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გაძლიერებული ინტუიცია გექნებათ და ენდეთ აუცილებლად თქვენს ინტუიციას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ბიზნესს, ფულს, რაღაც ასეთ საკითხებს, გასაუბრებები ჩანს, აქ გასაუბრება, მოლაპარაკება, სავსებით შესაძლებელი აქ იყოს ან დაწინაურება, ან რაღაც ახალი სამსახური. თუ თქვენ არ მუშაობთ, აქ აუცილებლად დაიწყებთ მუშაობას, ხოლო თუ თქვენ რაღაც კლიენტები რაოდენობაზე ან რაღაც მსგავსზე მუშაობთ, აქ ესეც აუცილებლად იქნება საკმაოდ მყარად ამ ერთი კვირის განმავლობაში. ჩანს ასევე ისიც, რომ თქვენ ტოვებთ რაღაც ძველ ისეთ სიტუაციას, რომელიც აღარ მოგწონთ, რომელიც საერთოდ აღარ გაწყობთ, იმიტომ რომ ხმლების 6-იანი ამოვიდა აქ. ეს შეიძლება იყოს რაღაც წარსული ურთიერთობა, მაგალითად წარსული მეგობრული ურთიერთობა, წარსული სამსახური, წარსული კოლეგიალური ურთიერთობა, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აქ ტოვებთ რაღაც ძველ ენერგიას და თანაც თითქოს არ ხართ ამ გზაზე მარტო, თითქოს კონკრეტული თანამგზავრი ადამიანი ყავთ, რომელიც გეხმარებათ მთლიანად ამ გზაზე და გვერდში გიდგებათ. კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციები, ძალიან სასიამოვნო საუბრები, ყურადღებაც, თუმცა აქ სავსებით შესაძლებელია კონკრეტულმა ადამიანმა თავი გაასაღოს რაღაც თქვენს ახლო მეგობრად და სინამდვილეში თქვენგან ინფორმაციას იპარავდეს. ამიტომაც ყურადღებით იყავით, მით უმეტეს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც უცაბედად დაინტერესდნენ თქვენი ცხოვრებით და აქამდე არ აინტერესებდათ. იყავით კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ისედაც თქვენს გვერდით იყო. აქ იქნება რაღაც გარკვეული აღიარებები, სიმპათიის აღიარებებიც შესაძლებელია იყოს, რაღაც ძალიან თბილი სიტყვებით წამოვიდა, რაღაც ასეთი ენერგიები. ნეგატიურს მაინც და მაინც აქ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვხედავ, გაფრთხილებები ყველაფერი მიიღეთ, საკმაოდ კარგი და პოზიტივით ახსოვს კვირა გელოდებათ. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.